საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, ბათუმის პატივცემულო სტუმრებო. სანამ დავიწყებდეთ დღევანდელ წარმოდგენას, მინდა მოგმართოთ თხოვნით. ყველამ ვიცით, რომ სოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელიც დაატყდა ჩვენს უმშვენიერეს დედაქალაქს. მრავალმა ქვეყანამ გამოუწოდა დახმარების ხელი უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს. უმორჩილესად გთხოვთ, გამოვიჩინოთ ჩვენთვის ჩვეული გულისხმიერება, გვერდში დაუდგეთ ამ ოჯახებს და ჩვენი პატარა წვლილი აჭარიდანაც შევიტანოთ ამ ადამიანების ყოფითი პირობების ცოტათი გაუმჯობესებაში. ამისათვის ჩვენი თეატრის ფოიეში გახლავთ პლაკატები გაკრული, სადაც აღნიშნულია ბანკის საქველმოქმედო აქციისთვის შექმნილი ანგარიშები, მობილური ოპერატორები, სადაც შეგვიძლია ჩვენ 1 ლარიანი ზარი გაუშვათ და ეს თანხა დაგროვილი, რა თქმა უნდა, აჭარიდან ჩაეთულება და მიუვა ჩვენს ძვირფას თბილისელებს. ხოლო დაღუპულთათვის გთხოვთ წუთიერი დუმილით, ფეხზე ადგომით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. უღრმესი მადლობა. გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილები. დღეს ქართული ნიჭიერების, ქართული გენის კიდევ ერთი ზეიმი იმართება. დასტური იმისა, თუ რაოდენ ამოუწურავია ქართული ეროვნული საუნჯე, ქართული ეროვნული ფოლკლორი. და დღევანდელი საანგარიშო კონცერტი, რომელსაც წარმოგიდგენთ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ხორუმი, იქნება მორიგის სიახლე, მორიგის საოცრება, რომელსაც შემოგთავაზებს ამ ანსამბლის დამაარსებელი და მისი შეუცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი, საქართველოს ქორეოგრაფიის აკადემიის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ღირსეული წევრი ბატონი თემურ ბიბილეიშვილი. ნამდვილად იმსახურებს ასეთ აპლოდისმენტებს ეს პიროვნება, რომელმაც ანსამბლის არსებობის სულ რაღაც 13 წლის მანძილზე მოახერხა და 38 ევროპისა და აზიის ქვეყანას აჩვენა ჩვენი საოცრება, ანუ ქართული ეროვნული საუნჯე, ქართული ქორეოგრაფია და გააოცა 20 მილიონზე მეტი მაყურებელი და ძალიან ბევრი აურაცხელი თაყვანისმცემელი შეიძინა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, სენატორი ჯონ მაკეინი, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ლეხ კაჩინსკი და ლევ იუშენკო, მსოფლიოს საოპერო ხელოვნების უდიდესი ტენორი პლაჩიდო დომინგო, ესტრადის ვარსკვლავი ჰულიო ეგლესიასი და სხვანი და სხვანი. მაგრამ დამერწმუნეთ, ბატონ თემურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ქალაქის წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე გამოტანილი ხელოვნებაა და თქვენი შეფასება არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. კომპოზიცია, რომელსაც იგი დღეს შემოგთავაზებთ, მან დაარქვა საგანძური. მას თემა და იდეა გააჩნია საკუთარი. თემა გახლავთ ქართველი ხალხის ყოფა ცხოვრება თავისი მრავალფეროვნებით გაჯერებული საბრძოლო ხორუმით, სატრფიალო განდაგანათი, შრომითი ლაზურით და ასე შემდეგ. ხოლო იდეა გახლავთ ქართველი ხალხის და თვით საქართველოს უკვდავება, ვინაიდან მხოლოდ საქართველოს შეიძლებოდა შექმნილიყო ისეთი შედევრები, როგორიც გახლავთ ჩვენი ცეკვები. საგანძური მოიცავს ქართული ეროვნული ფოლკლორისა და კლასიკური საბალეტო ხელოვნების საშემსრულებლო ტექნოლოგიების ერთგვარ სინთეზს და ის გამოდის დღეს სამსჯავროზე პირველად, ანუ პრემიერის სახით და
ბატონ თემურ ბიბილეიშვილს თქვენი თანადგომის იმედი აქვს. მაშასე ახალი კომპოზიცია სახელწოდებით საგანძური, მუსიკის ავტორი იასონ ხომერიკი, ასრულებს ანსამბლი ხორუმი.
Dido
სცენაზე ვიწვევ თბილისიდან სპეციალურად ჩამობრძანებულ სტუმარს, ძალზედ საპატიო სტუმარს, ჩვენს უერთგულეს თაყვანისმცემელს და გულშემატკივარს, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს, პროფესორ რევას ჭანიშვილს. უნდა ვთქვა ამის შემდეგ, რაც ახლა ვნახეთ, რა სასწაულიც მოხდა. ეს ტრიუმფია და ეს არის არა ერთ-ერთი, არა ერთადერთი ბათუმისთვის ჩვეული, აჭარისთვის ჩვეული, საქართველოს ქორეოგრაფიისთვის ჩვეული, საქართველოს ქორეოკულტურისათვის ჩვეული და უშუალოდ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანსამბლ ხორუმის და პირადად ბატონ თემურ ბიბილეიშვილის ტრიუმფი და უზარმაზარი წარმატება. სულ სხვა რაღაცა მინდოდა მე თქვა. სულ სხვა რაღაცა აბსოლუტურად და ცოტას გადაუხვევდა, სანამ გადაუხვევდე, ხელა ვარ და მაპატიეთ. სულ ყველას გთხოვთ რომ მაპატიოთ. აქ დავინახებ ბრძანდება ჩვენი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი არჩილ ხაბაძე და მე მინდა ბატონო არჩილ გადაგიხადოთ ენი მადლობა თქვენ და თქვენთან ერთად აჭარის ხელმძღვანელობას და აქ ჩვენი გუნდი, მთელი გუნდი ვარ ჩვენ საქართველოს ქორეოგრაფია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონები ომარ ფხეიძე, ფრიდონ სულაპერიძე, ბატონი უჩადვალიშვილი, ძალიან ბევრი და ბევრი რომ და იმის თქმა მინდოდა რომ ბევრი ვართ აქ. ეხლა რო დავიწყო ზაურ ბატონო, გამომრჩება ვიღაცა და არ მომცემთ ალბათ ამის უფლებას და ჩემ თავს ვეუბნებოდი, აი სანამ აქ მოვდიოდი, რომ რეზო აი შეგიძლია ილაპარაკო საათობით, ილაპარაკო დღეობით, ჩახვიდე სიღრმეებში, წახნაგებში, ქვემოდინებებში, შორეთის იქეთ, შორეთს წახვედი და ბოლოს დაფიქრდები რა თქვი ჭანიშვილო და ჩემ თავს ვეტყოდი, ვერაფერი ვერ თქვი, რაც დღეს აქ მოხდა, ეს სასწაული, მაგრამ ერთი აუცილებლად სანამ მე მინდა თქვენთან არჩილ ბატონო თხოვნით შემოვიდე და გთხოვოთ მამაშვილურად გთხოვოთ ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ჩემი ასაკი მაძლევს ამის უფლებას, მაგრამ მანამდე პატარა გადახვევას გავაკეთებ. თემურ ბიბილეიშვილმა დამავალა, პირდაპირ დამავალა ჩემმა ძმამ და მეგობარმა. რეზო დღეს იქნება, როდესაც ლაპარაკობდით, იქნება 16-ში ანსამბლ ხორუმის სოლო კონცერტი. მაგრამ ვინაიდან იხსნება ორი ადამიანის ვარსკვლავი 16-ში, ზაურ ლაზიშვილის და თემურ ბიბილეიშვილის, არავითარ შემთხვევაში არ გამოგცეთო ეს პიროვნება ბატონი ზაურ ლაზიშვილი, რომელმაც უზარმაზარი ამაგი დასდო საქართველოს ქორეოგრაფიას. წინვალე შემსრულებელს, წინვალე ქორეოგრაფს, დიდებულ მამულიშვილს, კლევარს, მეცნიერს, მას მრავალჟამიერ ზაურ შენ სიცოცხლეს.
ხედავთ ეს ჩვენი თემურის დავალება იყო და რაც შეეხება თემურ ბიბილეიშვილს ასევე მე ვიცით რომ ის ფონდი ლიმიტირებულია ჩავეტევი 1 წუთში აი აქედან დაწყებული აი ამ ათვლის წერტილიდან თემურ ბიბილეიშვილი 2 სახელმწიფო ანსამბლის იმისიკეთ ვერ წავალ იმიტომ რომ დროალმაზრებს ამის საშუალებას ფაქტობრივად 2 სახელმწიფო ანსამბლის ჩამომყალიბებელი და შემკრელია იმიტომ რომ როდესაც დაიწერა საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ ბატონი ვალერი ასათიანის მიერ ბრძანება და ყველა იქნა გათავისუფლებული იმ კონკრეტულ შემთხვევაში დამლაგებლიდან დაწყებული აი თავიდან მაშინ თემურ ბიბილეიშვილს ჩვენს უყველამ საქართველოს ქორეოგრაფიამ და მინისტრმა თხოვეთ დავავალეთ რომ დაეწყო აღედგინა და მან თავიდან აღადგინა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ეს ერთი და ხორუმი მეორე ვერს როგორც თქვი ვერ ვილაპარაკებ დროის ფონდი არ მაძლევს ამის საშუალებას და არჩილ ბატონო გთხოვთ მამაშვილურად ყველაფერი გააკეთოთ რომ ეს პროგრამა რომ ეს ანსამბლი აუცილებლად ნახოს თბილისმა ჩვენმა დედაქალაქმა და ამის გარეშე არ შეიძლება პირველი შემფასებელი სოფლიოში თბილისია და თბილისის შემდეგ მოიაროს მან სრულიად საქართველო და როგორც გითხარით როგორც თქვი დავდე პირობა 1 წუთში ჩავეტევი მეთქინ მხოლოდ 5 წამი დამრჩა და ამ 5 წამში მოვასწრებ მას საქართველოს მრავალჟამიერ და ანსამბლ ხორუმს მრავალჟამიერ ცეკვა ხორუმი კაცრავად მაპატიეთ ცეკვა აჭარული
ეს ულამაზესი წიგნი ხორუმი ანსამბლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა 10 წლის თავზე. მაგრამ შინაარსი ბევრად უფრო ასაკოვანია, იმიტომ რომ 10 და 20 წლიან მოგონებებს აქვს მასში თავმოყრილი. თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ცეკვა ბატონი თემურის შემოქმედებაში გახლავთ ცეკვა ხორუმი. ამიტომაც დაარქვა მან მის შესანიშნავ ანსამბლს ეს სახელი და ეს ცეკვა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში და ნებისმიერ კონცერტში. ეს ჯერ კიდევ 12 წლის წინ მოსკოვშიც გამოიკვეთა, როდესაც ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეები და დეკადა და გალა კონცერტში გავიდა ცეკვა ხორუმის სხვა არაჩვეულებრივ ნომრებთან ერთად. და აი რას წერს რუსეთის ფედერაციის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი კომპოზიტორი ვსევოლოდ ზადირაცკი. როცა გალა კონცერტი კულმინაციაზე მიდგა საქმე, ვსევოლოდ ზადირაცკი გალა კონცერტის კულმინაციად ცეკვა ხორუმი აღიარა და განაცხადა: ყველაზე ღრმა და ყველაზე ნათელი წარმოდგენა დამიტოვა კონცერტის ბოლო ნომრად წარმოდგენილმა ცეკვა ხორუმმა. მიაქციეთ ყურადღება, კონცერტის ბოლო ნომრად საუკეთესოთა შორის წარმოდგენილმა. ეს ანსამბლი მთელი საქართველოს, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ცეკვის ანსამბლია. მან თავისი გამაოგნებელი დადგმით, შესრულებით და ოსტატობით შემაერთა მთელ შუამდინარეთის სამყაროსთან. ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ეთნიკური, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ არის მთელი კავკასიის, მისი სამხრეთი ნაწილის აკუთრება, იმიტომ რომ მე მასში დავინახე გამოძახილი ძველი წარსულის სიღრმიდან ამოღებული და თავმოყრილი ძველი ეგვიპტის კონტურები, რაღაც ასურეთის, ბაბილონის. მე მასში დავინახე კაცობრიობის განვითარების მთელი სიბრძნეები, კარგად შემონახული და ჩვენამდე მოღწეული. ეს არა მარტო მოულოდნელობა იყო ხალხურ შემოქმედებაში რაღაც ერთი ან რამდენიმე შტრიხით, არამედ იყო ზემოულოდნელობა მთელ შემოქმედებაში, რამაც ხელოვნების ეს ნიმუში ცეკვა ხორუმი მიიყვანა სრულყოფილებამდე. სწორედ ამ ცეკვის თემური ბიბილეშვილისეულ ვერსიას იხილავთ დღეს.
სანამ შემდეგ ცეკვას წარმოგიდგენდეთ, სცენაზე მინდა მოვიწვიო აჭარის ხელისუფლების მეთაური ბატონი არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი. ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. მადლობა პირველ რიგში მე ბატონ რეზოს სიტყვებით დავიწყებ რომ რაც არ უნდა ჩვენ ყველაფერი კარგი ვაკეთოთ და წელი ცხოვრების თითქოს ახლა წელი დიდი ცხოვრება არ გამივლია მაგრამ გაიარა იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა შემდეგ ახალგაზრდობა და კიდევ ახალგაზრდა თვლითავს მაგრამ სულ ბატონი თემურის შემოქმედებაზე გაგვიზარდეთ ჩვენ. მე მახსოვს ბონის კულტურის სახლი, სადაც ახლოს ცხოვრობდით იქ, ჩვენი სკოლა, ჩემი ბევრი მეგობარი ცეკვავდა და ბატონი თემურის აღზრდილია ძალიან ბევრი თაობა და მე მინდა მას მიულოცო. დღევანდელი დღე, იუბილე, რა ვიცი, მე მინდა ძალიან მინდა უსურო ძალიან დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა მინდა უსურო და დიდხანს რა ვიცი შემოქმედება და გვაჩუქოს ძალიან ბევრი ლამაზი საღამოები ასეთი. ასევე ბატონ საურს მინდა მოვეფერო ჩემი მშობლების, ჩემი მამაჩემის და მამიდაჩემის მასწავლებელი, პედაგოგი იყო. მე მინდა მას მოვეფერო, ასევე ჯანმრთელობა უსურო და დიდხანს ჩვენს გვერდით ყოფნა. ძალიან აჟიტირებულები ვართ და ძალიან მინდა მოგეფეროთ და ძალიან ბევრი გავაკეთოთ კიდევ ბატონ გიას ხშირად ბატონ გიასთან ბატონ გია ერმაკოვთან ერთად ძალიან ბევრს ვჯელობთ მინდა რომ ჩვენი ქალაქი ტურისტულად მიმზიდველი იყოს ჩვენი რეგიონი ამავე დროს მინდა კულტურული ცენტრი იყოს პატარა ცენტრი არ მინდა დედაქალაქს შევეჯიბროთ მაგრამ მინდა რომ ცენტრი იყოს ბევრი ბავშვი მივიდეს როგორც სპორტში ასევე კულტურას ეზიაროს ქორეოგრაფიას ჩვენს ლამაზ და რა ვიცი ეს გამოგვდის რაღაც ნაწილში ტრადიციებიც ხელს გვიწყობს და მინდა რომ ყოველთვის ასეთი ლამაზი დღეები გქონდეს. ასევე მინდა დღევანდელ საღამოს ხალბატონმა წამყვანმა ჩვენ ვითხრა ცოტა უხერხული დღე თითქოს დაემთხვა, მაგრამ მე მინდა ჩვენს ძმებს, დებს, ჩვენს თბილისელებს მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილებს, ვინც უკვე 16-მდე ავიდა ეს გარდაცვლილთა რაოდენობა. ასევე დაზარალებულებს მინდა გითხრათ რომ 3-4 დღის განმავლობაში ჩვენც ძალიან ბევრს ვაკეთებთ რომ შევაგროვოთ, დავეხმაროთ როგორც სურსათით საყოფაცხოვრებო ნივთებით, ასევე ფულადი სახით, იმიტომ რომ ყველანაირი დახმარება დღეს ჭირდებათ მას და დღევანდელი საღამოც მინდა ბატონ თემურს და ბატონ ზაურს არ ეწყინებათ ალბათ რომ მათაც უწილადოთ და ვინმეს თუ რამე შეგვიძლია დავეხმაროთ როგორც SMS-ების სახით, ასევე სხვა მიმართულებით. დიდი მადლობა ყველას, ბატონო თემურ, ბატონო ზაურ, რა ვიცი, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. ჩვენს გვერდით და გქონდეთ ჩვენი იმედი ყოველთვის. დიდი მადლობა. მოგესალმებით. უნდა მოგასწროთ, რომ ჩვენ გაფრთხილებულები არ ვიყავით. ხო, ასე სიტყვა მომზადებული არ აქვს ესეთი, რა ქვია, შთამბეჭდავი, მაგრამ რაღაცას მოვახერხებთ ალბათ. ძალიან სასიხარულოა დღევანდელი დღე ჩვენთვის, თუმცა ფონი წინა დღეების სავსებით ვიზიარებ თქვენას, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ მოგესალმება, ცხოვრება გრძელდება და თავარია ჩვენ გამოხადოთ ჩვენი მზაობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ჯანმრთელი და ის ფასეულობები, რაც გამოჩნდა ამ დღეებში, რომელმაც ძალიან გაგვახარა ყველამ, აი შევინარჩუნოთ, რასაც ქართველობა ქვია, რასაც გვერდში დგომა ქვია და ეს ძალიან კარგად ჩანდა ამ გაჭირვების დღეებში. თუ ქართველობაზე მიდგა საქმე კიდე დამატებით, ის დღე, რა დღეც დღევანდელი დღე არის, სადაც კიდევ ერთხელ არის ზეიმი ქართული კულტურისა, ქართული ფოლკლორის, ქართული ქორეოგრაფიის და ჩვენთვის ყოველთვის
გასახარბლია. უნდა გითხრათ, რომ ბატონ თემურის ამ საანგარიშო ესე ვთქვათ კონცერტს ცოტა ადრეც გეგმავდით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ხელი შეგვეშალა, ხან ბატონ თემურის ანსამბლის გასტროლებიც დაემთხვა, ასე რომ აი დღევანდელი დღე დარჩა ამისათვის ყველაზე ესეთი ოპტიმალური და უნდა გითხრათ, რომ აი ამ კონცერტს რო ახლავს ესეთი ლამაზი დღე, რასაც ვარსკვლავების გახსნა ქვია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვარსკვლავები ყავს და ბევრი ყავს, მაგრამ გამორჩეულები დღეს მათ ერგოთ წილი პატივისცემისა გახლავთ თემური ბიბლიაშვილი და ბატონი ზაური ლაიშვილი. ბატონ თემურიზე უნდა გითხრათ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბატონი თემური ბატონ არჩილ დამერწმუნებით წარმოადგენს ჩვენს სტუმრებთან აჭარას, საქართველოს, ჩვენს კულტურას და არასოდეს არ ყოფილა პრობლემა მოცელობის თუ კიდევ ათას მიზეზი არსებობს, რომ ესაც რაღაც გვერდზე არ დადგა. ბატონი ზაური ლაიშვილი ცოდვა გამხილი ჯობია, ჩემი მასწავლებელი გახლავთ, მეც ახალგაზრდობაში პიონერთა პარკი ერქვა ახლა. მაშინ იმან სამში ცეკვავდი ბატონ ზაურთან ერთხელ, ეხლაც მახსოვს ზოგიერთები წამორტყმები, როდესაც ვერ ვაკეთებდით რაღაცას, მაგრამ ახლა ასე ყველაფერს ვერ ვიტყვი. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისათვის, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა აი ამ ხალხს იმ გაწეული შრომისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ ხვანდელი დღე ჩვენთვის ყველასთვის შემოქმედებითად დატვირთული იქნება და კიდევ ერთხელ მოვახერხებთ ამ მრავალჯერ ბატონის ზაურის მოფერებას და ბატონ თემური ბიბლიაშვილის მოფერებას. დიდი მადლობა. მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო, ბატონებო, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ყველასათვის დღეს ამ დღეს აქ ყოფნა, თქვენთან ერთად ყოფნა. მე მინდა კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ არის არაჩვეულებრივი დღე, როდესაც ბატონ თემურს, ბატონ ზაურს მიაგებს საზოგადოება პატივს, მოდი ესე ვთქვათ, მე მინდა შეუერთე ბატონი არჩილის, ბატონი გიას და დარწმუნებული ვარ, სულ ყველასი მთლიანად ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლების, ჩვენი ქალაქელების, ბათუმელების იმ გულის ტკივილს, იმ სევდას, რაც ამ დღეებით არის გამოწვეული და კიდევ ერთხელ მინდა ყველას სახელით, ალბათ ბათუმელების სახელითაც, რომლებმაც ძალიან კარგად გამოიჩინეს თავი და სხვაგვარად მე არც მეგონა და წარმოუდგენელი იყო, რომ სხვანაირი გულის ტკივილიდან გამომდინარე, აი ბევრი კარგი თბილი ნაბიჯი გადადგეს. ყველა მოქალაქემ რო იცოდეთ, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ რიგითი მოქალაქეებიდან დაწყებული, ვისაც ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ვისაც არ ჰქონდა, ვისაც რითაც შეეძლო წრფელი და ალალი გულით გამოხატა თავის გულის ტკივილი, თავის თანადგომა, ამისათვის მე მინდა თქვენაც გითხრათ პირველ რიგში უდიდესი მადლობა. მე მინდა მივესალმო ბატონ თემურს, ადამიანს, რომელსაც ძალიან ვაფასებ, რომელიც არის ჩემი ოჯახის ახლობელი, ძალიან ახლობელი ადამიანი, ისევე როგორც ყველა ბათუმელისათვის. მინდა მოულოცო დღევანდელი დღე. ბატონ თემურთან ერთად მე მინდა ბატონ ზაურს მიულოცო ეს დღე და სულ ვამბობდი ეგრე ბატონმა გიამ ახსენა. ვინძლო რომ ცოდნოდა რომ ეს დღე შედგებოდა, ალბათ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცოტა ადრე მივიღე, დღეს აღვასრულებდი. მე მინდა ორი ღირსეული ადამიანი დავლოცო, უსურვო წარმატება, ორი ღირსეული ქართველი. და რაც ყველაზე მთავარია, ორი ღირსეული და საპატიო ბათუმელი. სიკეთე, ბედნიერება, წარმატება, დღეგრძელობა და მრავალჟამიერი გისურვოთ. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა. ცეკვა, ფარიკაობა.
მე ვხედავ ჩემს უსაყვარლეს თბილისელ ლეგენდად ქცეულ მოცეკვავეებს, ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს, ბატონ ომარ მხეიძეს, უმორჩილესად თხოვთ დაამშვენოთ სცენა. და ჩემი თხოვნა მათ ბატონი გელოდი ფოცხიშვილით შეუერთდეს. მოგწანდით. ანსამბლი სუხიშვილები თქვენ წინაშე. მოგენაცვალე. დიდი მადლობა დღეს ზეიმი არის. დიახ, ზეიმი არის არა მარტო აჭარაში და ბათუმში, არამედ მთელი საქართველოს ულოცავ ამ დიდ ზეიმს. იმიტომ რომ დღეს არის ორი ადამიანის მოღვაწეობის შეფასება და მე როგორც პროფესიონალმა არ მოგაწყეთ უკვე ყველაფერი ითქვა. აქ არის ზაურ ლაზიშვილი, რომელიც თვითონ იყო ცეცხლოვანი მოცეკვავე. მე სხვადასხვა დადგმები გააკეთა, თავისი შემოქმედება გაამდიდრა და ყველამ ვიცით თუ როგორი ჩახედულია სიღრმეში ქართულ ეროვნულ განცში. დიახ, ბატონო ზაურ, მომილოცავს დღევანდელი დღე ღირსეული ხარ შენ, რომ ვასწავლავი გესნება. დიახ, ეხლა დღეს აღელვებული ვარ, აი აღელვებული კარგი გაგებით. მე 80 წლისა ვარ. მე ესეთი დიახ, მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომელიც ჩემი ისტორია იწყებოდა პირველი ესე იგი ცეკვა ჩემი გასტროლი ჯანო ბაგრატიონიდან დაიწყო ბათუმიდან დაიწყო. მაშინ 17 წლის ვიყავი და აქ შემისრულდა 18 წლის 15 ივლისს. აი აქ ბათუმში შემისრულდა. და მოყოლებული იქიდან მე მივჩერები ვარ თუ როგორ იზრდება ხალხური შემოქმედება აჭარაში და კერძოდ ბათუმში. მე თემურიძე მინდა შევჩერდე დღევანდელ გმირზე კიდე რომ მე აღელვებული ვარ ესეთი განვითარება ცეკვის. აი პირველად ესე იგი მე ასე დავარქმევდი ნოუ ხალხური ბალეტი რომელმაც არნახული განვითარება ჰპოვა. დიახ, სიღრმეში არის ეს ჩახედული და ამაღელვებულია ძალიან თავისი მუსიკით, თავის შესრულებით. დიდი მადლობა ჩემო თემურ, რომ ესეთი განავითარე შენი ცხოვრება, იმიტომ რომ სულ ყოველთვის დიდი ანსამბლები ყავდა, შენ ძლიერი ანსამბლი ყავდა. პირველად საქართველოში მე მგონი ალბათ თემ სოფლიოში, ალბათ რომ პირველად ბავშვთა მოზარდთა ანსამბლის სახელმწიფო ანსამბლი შეიქმნა. დიახ, შენი მეთაურობით და შენი ასეთი დიდი შრომით. აგერ ჩემო თემურ, გილოცავ სულ ყველა, გილოცავ მთელი საქართველო და გილოცავ გენაცვალე, აი მუხსვიდრე შენთან, შენ გენაცვალო შენი თავი. მე გამიხარჯლივე, ერთი 10 წლის სიცოცხლე მაჩუქე დღევანდელი დღით, შენი დღით. მადლობელი ვარ რომ მაჩუქე 10 წელიწადი. დიდი მადლობელი ვარ შენი. ეს მინიმუმია. გენაცვალე. მოგესალმებით. ალბათონებო და ბატონებო, მართლა ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილები, ძალიან ტრაურში ვართ, საოცარი ცუდი ამბავი შეგვემთხა მთელ საქართველოს, თბილისი ასე დღეშია და ამ დროს ჩვენ ჩამოვედით მაინც ბათუმში, იმიტომ რომ ჩვენი დიდი მეგობარი, ჩვენი დიდი ქართველი კაცი თემურ ბიბილეიშვილს ჰქონდა დღეს ვარსკვლავის გახსნა და ბატონ ზაურ ლაზიშვილს. აი მე მართლაც ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ნასიამოვნები ვარ იმით, რომ რაღაც სიახლე ვნახე. აი ნახე რაღაც მართლა ახალი რამე. ძალიან კარგი, ძალიან დახვეწილი და მართლაც ქართული ცეკვა მიდის კლასიკისკენ და მე
გონი რომ არ უნდა წავიდეთ ბოლომდე, ცოტა უნდა გავატორმუსოთ, იმიტომ რომ აი ეს შესანიშნავი მოციქულები არ არის. რაღაც საოცარი ტექნიკა აქვს, საოცრად ცეკვავენ, საოცრად ასრულებენ. აი გაოცებული ვარ. მე მინდა ჩემ თემურს მიულოცო დღევანდელი დღე, მიულოცო თელ ანსამბლს, მიულოცო აჭარას, მიულოცო აჭარის მთავრობას, რომ მართლაც ესეთი უძლიერესი ანსამბლი ყავს აჭარას. მე მინდა რომ ის ჩვენი ანსამბლები, რომლებიც არსებობს, აკადემიური ანსამბლები, იცით ცოტა ჩაფიქრდებით ეხლა რომ რა გავაკეთოთ, ეხლა ისეთი რა გავაკეთოთ, რომ ჩვენც გაგახალისოთ, ჩვენც რაღაცა ახალი სიტყვა ვთქვათ და არ გავჩერდეთ ერთ ადგილზე. აი წინ მიდის მართლაც და აკეთებს დიდ საქმეს ეს ანსამბლი, რომელსაც ხორუმი ქვია, რომელიც არის ჩემი თემურ ბიბილეიშვილი და მინდა ჯანმრთელობა უსურო, ბედნიერება უსურო და მიულოცო ის ვარსკვლავის გახსნა, რომელიც დღეს იხსნება. გილოცავთ ყველას, გილოცავთ ჩემო თემურ, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ძვირფასო მეგობრებო, უბრალოდ ყოვლისა მოგესალმებით. ბატონო არჩილ, მე ვფიქრობ, მოსალოცი თქვენ გაქვს, რომ ესეთი საოცარი ქორეოგრაფიული ნიმუში გაკეთდა აჭარაში, რომელიც შექმნა ბატონ თემურ ბიბილეიშვილმა. მე მინდა ჩვენს კოლეგებს, ჩვენს სფეროს, ბატონ გიორგის, ბატონ გიას, ქალბატონ მადონას, ყველას მოგილოცოთ, რომ ეს ნოვაცია, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, დანარჩენი ნომრები ჩვენ შეფასებული გვაქვს მილიონჯერ, მაგრამ დღეს ნამდვილად აჭარამ აჩვენა საოცრად დიდი ნოვაცია ბატონი თემურის შემოქმედებისა. ეხლა მე თუ მკითხავდით მაგალითად, ჩვენ ჩამოვედით ისეთი ცუდი მდგომარეობიდან, ყველა მეცით საქართველოში რა დატრიალდა. ამ კონცერტს მე დავარქმევდი ქართული ორატორია, დაღუპული იმ ხალხის მისამართით, რომელიც იქ დაიღუპა. რამდენად ხარ დასაჭერია ეს? მე არ ვიცი. მე მინდა თემურის მადლობა უთხრა იმისათვის, რომ თემური დღედაღამე არ ისვენებს. 1 წელია ემზადება პირველად რიგში, რომ მან გამოცდა ჩააბაროს ბატონ არჩილს, მერე ბატონ გიორგის, ბატონ გიას და ასე ყველა იმ სამსახურს, რომელიც ბათუმშია და ჩვენ ყოველთვის გვიამაყება, რომ ჩამოვდივართ ბათუმში, რამე თუ ბათუმი ყოველთვის იზრდება და მე მინდა პირადად მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ასეთი კულტურის კერები, ანსამბლები, შემოქმედებითი პერსონალი, მუსიკოსები და ასე ბათუმს დღეს ყავს. ეს მსოფლიო მნიშვნელობის ნოტა, მე ასე ვფიქრობ. ბატონო ზაური, ჩემო პედაგოგო, მასწავლებელო, ქორეოგრაფო, საოცრად კარგო მოცეკვავე თავის დროზე. თქვენ საზოგადოებრივ მოღვაწეებს ბრძანდებით, თქვენი წიგნები, თქვენი რეცენზიები გაზეთში, ჩვენ ვათამამებს, რომ თქვათ, რომ საქართველოს თქვენი სახით ყავს ერთ-ერთი საოცრად კარგი პიროვნება, შემოქმედი, რომელიც ეხება ხოლმე ჩვენ სფეროს, წერს გულის ტკივილით. გაიხარეთ, იცოცხლეთ, იბედნიერეთ. მე ვფიქრობ, თქვენი ვარსკვლავები, ბატონი თემური და თქვენი უფრო ადრე უნდა გახსნილიყო, მაგრამ ვიან ვიდრე არაცოდეს. გაიხარეთ, იცოცხლეთ და იბედნიერეთ. უღმესი მადლობა, რომ გაალამაზეთ ჩვენი საღამო. ანსამბლი ხორუმი წარმოგიდგენთ ცეკვას რაჭული. შენი ვერ სალანახავს ჩემი სანასიძესო აბა შენი ვერ სალანახავს ჩემი სანასიძესო ერთამი სახესაო ქორი მოჯდა წერსაო აქ ჩამოდი ჩვენსაო ქარი მიქნევს ხესაო აჯაპურსაც გამოგიწყობ цариას აქებსაო ვინოსაც დაგალევინებ цариას ამხლესაო
სანამ დღევანდელი კონცერტის ბოლო ცეკვას გამოვაცხადებდე, სცენას მთლიანად ვუთმობ ბატონ გივი სიხარულიძეს. თუმე როგორ სტყუროდით მაყურებელს ბატონ გივი. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ბათუმელებო. სანამ გადავალ ხოტბის შესხმაზე იქამდე, მე ბათუმის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭავ მთავრობამ და აქ სხედან და მადლობა მინდა მათ ყველას მოუხადოთ. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ბათუმზე დიდი ლექსი მაქვს, მაგრამ აი ამ ლექსით მინდა მოგესალმოთ დღეს. შენ ჩემო ბათუმო, ანკარა წკრიალა, დილით მზით გამცხარო. ხამეკი ბრთვიალა, შენმა დიდი ხნის წასულმაც ვაკაცმა მოსაფერებლად შემოგიარა. ჩემო ბატონო, ეხლა ისეთ რამეს გეტყვით, რომ შეიძლება თქვათ, რომ რაღაცა სისულელეს ლაპარაკობს, მაგრამ დაღს გეუბნებით.
ჩემი იუბილეა. ჩამოსულია ანსამბლი ხორუმი. ჩემი თემური, ჩემი ძმარი და ჩამოიყვანა თავის ანსამბლი და გამოვიდნენ. იცეკვეს ხორუმი ცეკვა. როცა ცეკვავდნენ გვერდზე მეჯა ჩემი უახლოესი მეგობარი მწერალია. მე მოგეხსენებათ რომ ჩემ ძველ პროფესიას დიდი ხანია დავემშვიდობე 25 წელია და მწერალი ვარ, აღარა ვარ ცეკვასთან შეხების წერტილში. და ეს ჩემი მეგობარი არის ისეთი ტიპი, რომელსაც არავინ არ მოწონს ამ ქვეყანაზე და მისი მოსაწონი არავინ არ არის ფრიდონ სულაბერიცის და ომარ მხეიძის გარდა. და რომ ელაპარაკება ხოლმე საერთოდ იძახის რომ არავის არ იცოს მოცეკვავეს, არავინ მე არ მიმაჩნია არავინ ფრიდონ ამაში ვეთანხმები. მაგრამ არავინ არ მოწონს დანარჩენი და წერლები ხო ყველა ეზიზღება და არავინ მწერალი არ არის მის გარდა. აი ზის ჩემ გვერდზე გამოვიდა ანსამბლი ხორუმი. იცეკვეს და მკითხა ესეთი რამე. ბიჭა, ვინა ამათი ქორეოგრაფი? მე ვუთხარი თემურ ბიბილეიშვილი. მაი თემური კი არა, ქორეოგრაფიის გალაქტიონ ტაბიძე ყოფილაო. აი ნახს გეუნებით. ეს ისეთმა კაცმა მითხრა, რომელსაც არავინ არ შეუქია თავის ცხოვრებაში. ესე იგი, რა კონდიციამდე მიიყვანა ხორუმმა, რომ მან ესეთი სიტყვები წარმოთქვა. ეხლა რაც შეეხება თემურს. მე გეტყვით ერთ რამეს. პირველი ცეკვა რო იცეკვეს ის კომპოზიცია რო იყო. ჩემო ბატონებო, ნურავის ნუ გეწყინებათ, ნურცეთ ქორეოგრაფს, ნურცეთ მოცეკვავეს, თუ არსებობდა საქართველოში პირველი მოცეკვავეები ომარ მხეიძე და ფრიდონ სულაბერიძე და ომარ მხეიძე თემურ ბიბილეიშვილის სადარი ქორეოგრაფი დღეს არ არის საქართველოში. მე მინდა ჩემო ბატონებო, მადლობა უთხრა უფალს, რომ ესეთი კაცი აჩუქა ქართულ ქორეოგრაფიას. ეხლა რაც შეეხება ბატონ ზაურს ლაზიშვილს, მე ქორეოგრაფიასთან ეს ბოლო ხანები არ მაქვს შეხების წერტილი, მაგრამ თუ კი სადმე ვინმე ქორეოგრაფი მინახია, ვინმე მოცეკვავე, ვინმე ახლოს თუ გაიარა ვინმე მცეკვასთან, ყოველთვის ისმის ესეთი რამ, რომ ბატონი ზაური კაცობის სიმბოლოაო საქართველოს. და როგორც ქორეოგრაფი და როგორც მოცეკვავე შეუდარებელი და უზადო. მოგესალმებით ბატონო ზაური, მადლობა თქვენ რომ არსებობთ ქართულ ქორეოგრაფიაში. ეხლა კი ჩემო თემო, კიდევ ერთხელ მადლობა შენ, მადლობა უფალს, მადლობა ჩემ ბათუმს, მადლობა ჩემ საქართველოს, რომ შენ არსებობ. ძალიან დიდი მადლობა. და ჩვენი წარმოდგენის დასკვნითი ცეკვა ფარიკაობა. აპატიეთ, ძალიან გავერთი, ძალიან დიდი ბოდიში. თიულური და კლავ თიულური.
აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ხორუმი, დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი თემურ ბიბილეიშვილი, ქორეოგრაფები თორნიკე დოლიძე, თამარ ერვალიშვილი, ლელა გოგიშვილი, კოსტიუმების მხატვარი გოგლა გოგიბერიძე, ანსამბლის პიარ მენეჯერი ქალბატონი ლილი ვარშანიძე, მუსიკოსები ენვერ ხოხობერიძე, რუსლან მახარაძე,
გელა ჯაიანი, დავით გელაძე, დავით თედორაძე, ოთარ მალაყმაძე, გიორგი ნაგერვაძე, თენგის ოქროაშვილი და ელგუჯა ჯინჭველეიშვილი. ბატონო რეზო, ლევა ჭანიშვილს ხოცენა. ძვირფასო ბათუმელებო და სტუმრებო. ტრანსპორტი მოგემსახურებათ, ვისაც სურვილი გექნებათ ვარსკვლავების გახსნის ცერემონიალზე დასწრების, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. კაბატონი ლილი ვარშანიძე, გთხოვთ სცენაზე. დიდი სიამოვნებით ვასრულებ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწე და შემოქმედებითი კავშირის გამგეობის აპარატის მრჩეველთა საპატიო საბჭოს ყველა წევრის მისი თავმჯდომარის ბატონი ფრიდონ სულაბერიძის საპატიო თავმჯდომარის ბატონი ომარ მხეიძის თავმჯდომარის მოადგილის ბატონ საულ ლაზიშვილის დავალებას და ეხლა შევასრულებ თემურ ბატონო თქვენთან ერთად ჩემო ძმაო, ჩემო მეგობარო, მეგობრებო, ლეგენდებო, ჩემო თემურ, ჩემო საურ, ჩემო თემურ და ეხლა კონკრეტულ დავალებას. ამასაც ხომ ვესწარი რომ ასეთი ლეგენდარული პიროვნება თანაშემწებთ ხარ ეხლა. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის
ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის ჯილდოვდება ქალბატონი ლილი ვარშანიძე საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით. ეხლა დამავალა ჩემმა ძმამ და მეგობარმა ყველა კიდე რობძანა უმშვენიერეს საქალბატონო ულამაზესმა ქალბატონმა ჩვენმა სიამაყემ რომ იხსნება ვარსკვლავები აი ამ ორი ვარსკვლავის და თემური მითხრა კიდევ ერთხელ გამოაცხადე რომ გთხოვთ ყველას ატონი თემური ატონი ზაური ვარსკვლავის გახსნაზე ასეთი ზეიმი არ მოუშალოს სრულიად საქართველოს.